სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი თემა ეს არის აღსარების შესახებ. აღსარება, სინანული. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი. შვილო, იცოდე, რომ ქრისტე უხილავად დგას შენს წინაშე და იღებს შენგან აღსარებას. მე მხოლოდ მოწმე ვარ იმისა. ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ჩვენ აღსარებას მღვდელს კი არ ვაბარებთ. და ის კი არ არის ჩვენი მსაჯული, უფრო მეტიც ამ დროს ქრისტეც კი არ არის ჩვენი მსაჯული, არამედ იგი მაცხოვარია, რომელიც გვითან აგრძობს ჩვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო. აღსარება მოწმის თანდასწრებით ხდება. მაგრამ ვინ არის ეს მოწმე? რა როლი აკისრია მას? მოწმე სხვადასხვაგვარი არსებობს, ხო? მაგალითად, მოხდა საგზაო შემთხვევა. ამის მოწმე ერთი კაცი გახდა, მას ეკითხებიან, რა მოხდა? მისთვის სულ ერთია, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის მართალი. იგი უბრალოდ ამბობს იმას, რაც დაინახა. არსებობს სხვაგვარი მოწმეც. სასამართლოზე ერთი გამოდის ბრალდებულის წინააღმდეგ, მეორე მის სასარგებლოდ ლაპარაკობს. აი ასეთი მოწმეა აღსარებისას მღვდელი. იგი დგას ქრისტეს წინაშე და ამბობს. უფალო, მიიღე იგი, იმიტომ რომ ეს ადამიანი შენთანა მოსანანიებლად მოვიდა შენთან. ხო, მიიღე იგი. და თუ მე იგი მეწოდება, ესე იგი შენც გეწოდება და გეწოდება ჩემზე მეტადაც. მე მისი ცხონება არ შემიძლია. მე მას შემიძლია მხოლოდ რაღაც გავუზიარო, რაღაცით დავეხმარო, შენ კი მისი შეცვლა შეგიძლია. მეგობრებო, არსებობს მოწმის მესამე ტიპიც. ასეთ მოწმედ ითვლება ქორწინებისას ყველაზე ახლობელი ადამიანი. ასეთი მოწმე სახარებაში მოხსენებულია სიძის მეგობრად. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს პრაქტიკაში ასეთია პატარძლის ხელის მომკიდეც, ხო? სიძისა და პატარძლის ხელის მომკიდენი ინაწილებენ მათ სიხარულს, ხო? და მათი შეერთების სასწაულს, მღვდელსაც ამგვარი პოზიცია უჭირავს. სიძის მეგობარია, იგი მეგობარია ქრისტესი, რომელსაც მონანული მიყავს სიძესთან, ქრისტესთან. იგია ის, ვინც ისე ახლოსაა მონანულთან, რომ მზადაა გაიზიაროს მისი ტრაგედია და დააყენოს ცხონების გზაზე. ტრაგედიაში მე ვგულისხმობ რაღაც ძალიან სერიოზულს, ხო? მახსენდება ერთი მოღვაწე მამა, რომელსაც კითხეს, რატომ ხდება, რომ ყველა შენთან მოსული გიყვება რა თავის ცხოვრებაზე? ყოველგვარი სინანულის გარეშე და მერე კი უცებ მას ეუფლება საშინელი განცდა იმისა, რომ იგი ცოდვილია. მას სინანული ეუფლება, ამბობს აღსარებას ტირის და იცვლება. როცა ადამიანი მოდის ჩემთან ცოდვებით, მე ამ ცოდვას საკუთარ ცოდვად აღვიქვამ, რადგანაც ეს ადამიანი და მე ერთნი ვართ. და ის ცოდვები, რაც მან ჩაიდინა, მეც ჩავიდინე, გონებით ან სურვილით, ან ზრახვით, ან ფიქრით.
აზრებით და ამიტომაც განვისდი მის აღსარებას, როგორც საკუთარს. მე მივყვები მას ნაბიჯ-ნაბიჯ მისი წდიადის სიღრმეში, როცა მივდივართ გარკვეულ სიღრმემდე, მე ვაკავშირებ მის სულს ჩემს სულთან და ვინანიებ მთელი სულითა და გულით იმ ცოდვებს, რომელსაც ის აღიარებს და რომელსაც მე ვითავიცებ. მაშინ ჩემი სინანული მასზე გადადის და აღარ შეუძლია თვითონაც არ მოინანიოს. იგი ჩემგან მიდის გათავისუფლებული, მე კი ახლებურად ვინანიებ ამ ცოდვებს. იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის თანამგზნობი სიყვარული. ეს შესანიშნავი მაგალითია მეგობრებო იმისა, თუ როგორ შეუძლია მღვდელს მიუდგეს ყოველი ადამიანის აღსარებას, როგორი ახლობლობა შეუძლია მას სიძისა, როგორ შეუძლია მას მონანული იხსნას დაღუპვისაგან. ჩვენ არ უნდა შევწყვეს აღსარების მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენ არა მღვდელს ვაბარებთ, არამედ ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ იქ თვითუხილავად ქრისტეც ესწრება, რა თქმა უნდა. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო. ასე რომ მღვდელს უნდა შეეძლოს თანაგზნობა მონანული ცოდვების გაზიარება. შენდობის ლოცვის შემდეგ იგი აღსარებელს დარიგებებსაც აძლევს, რომლის დროსაც მან მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბოს, რადგან ზოგჯერ სწორედ აღსარებისაც ღვთისგან სული წმინდისაგან ეხსნება ის, რაც უნდა უთხრას მონანულს. შესაძლოა ზოგჯერ ეს მას უმნიშვნელოდ ან უადგილოდ ესე იგი მოეჩვენოს, მაგრამ მან უნდა ისმინოს ამ ხმას და უთხრას მონანულს, რაც მას იმ დროს დაუდო გულზე ღმერთმა. მაშინაც კი თუ ფიქრობს, რომ იმის თქმა არ არის მნიშვნელოვანი, იგი არ ეხება აღსარებას. მეგობრებო, არ არის აუცილებელი, რომ თქვათ, თუ გრცხვენიათ, არის ახლა ასეთი სიტუაცია, მდგომარეობა, შეიძლება ზოგს აქვს ესეთი მომაკვდინებელი ცოდვა ჩადენილი, მაგრამ არ უნდა შეშინდეს, არ უნდა შეგრცხვეს, უფალი ყოველთვის გელოდება შენ, ასე თქვათ, მოსიყვარულე მამა, ხელგაშლილი გელოდება ყოველთვის, მას უხარია ყოველ წუთს, ყოველ წამს ის ელოდება, როცა შენ მიხვალ, მოინანიებ, აღსარებას ჩააბარებ და აღარ გაიმეორებ და გექნება სწრაფა ღვთის მიმართ და ეზიარები, რა თქმა უნდა. და არ უნდა შეგრცხვეთ და არ უნდა ესე ვთქვათ, ასევე თუ ვთქვათ გრცხვენიათ, მოდით ასე ვთქვათ პირდაპირ, ესე იგი დეტალებში არ უნდა მოუყვეთ, იქ კონკრეტულ დეტალებში და ასე შემდეგ, როგორ და რა, ხო? უბრალოდ უნდა ცოდვა დაასახელო თავისი სახელით, თქვათ, რომ ეს ჩავიდინე, ხო? და მერწმუნეთ, ვისაც არ გაქვთ აღსარება ჩაბარებული, ნუ გრცხვენიათ, მიდით და ნახეთ, როგორ შეიცვლებით თქვენ თვითონ და რას იგრძნობთ, ეს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მე ამას თქვენ და ესე იგი აუცილებლად თხოვნარე, რომ მოიძიეთ, ესე იგი ნათესავებში, მეგობრებში მოძღვარი აიყვანეთ, ჩააბარეთ აღსარება და ეზიარეთ და მერწმუნეთ, რაც მოხდება, ეს იქნება თქვენთვის ძალიან უცხო და ძალიან ახლო ამავდროულად და იგრძნობთ იმას, რაც ვერასოდეს იგრძენით, მერწმუნეთ. გაიხარეთ, ღმერთმა მოგცეთ სინანული მეტი სიყვარული, თავმდაბლობა და რაც შეიძლება მეტი აკეთეთ კეთილი საქმეები უანგაროდ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მეგობრებო, გაუზიარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეს ვიდეო, მოიწონეთ, დაალაიქეთ ვიდეო და
თხოვნაა რომ გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ დაახლოებით 70% უყურებს გამოწერვის გარეშე. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ. ამინ.